არა, ეს არის ნომინაცია საუკეთესო კომპოზიცია. გამარჯვებული ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მიდია რიკი. ეს გახლავთ სპარსი გოგონა, რომელიც ცხოვრობს ბათუმში და რომელიც წერს არაჩვეულებრივად უყვარს ქართული ენა, თავისი სამშობლო საქართველო და მე მინდა იცოდეს, რომ პირველ მეფეს, რომელმაც გაერთიანა საქართველო, კერძო და რომელმაც შექმნა დამწერლობა ქართული, ეს იყო ფარნავაზი, რომელსაც დედა სპარსელი. და რომ ბევრმა, რომლებიც ცხოვრობენ არმაში არ იციან, რომ არმაზი არის ფარნავაზი სპარსული სახელი. აი ასე გისმენთ. როგორც მეუბნებიან ორგანიზატორები, გორის მეორე საჯარო სკოლა ყოფილა ყველაზე გამორჩეული. გორის მეორე საჯარო სკოლა. მალე ოქტომბერში გამოცხადდება შემდგომი კონკურსი, რომელიც იქნება ყოველწლიური, როგორც მოგახსენეთ. და ბოლოს კიდევ ერთი პრიზის ერთგვარი სახეობაა ესეც. დავით მაისურაძე, გიორგი ჩაგანავა, გიორგი თადუმაძე და ილონა კრიხელი ამ თავარ გამარჯვებულებს, ასე ვთქვათ, ეძლევა საშუალება ჩვენ ყოველწლიურად უშვებთ კალენდარს, კედლის კალენდარს, სადაც ხელნაწერების ნიმუშებია წარმოდგენილი და მომავალი 2011 წლის კალენდარი, რომელიც ჩვენ მაინც უნდა დაგვებეჭდა და მაინც უნდა გამოგვეშვა, მასზე იქნება გამოსახული თქვენი კალიგრაფიული ნიმუშები. არსებულიც და შეგიძლიათ მოასწროთ რამდენიმე თვე გაქვთ იმისათვის, რომ ამ კალენდარზე დასატანი ნიმუშები შექმნათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აი ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებას და ყველაზე მთავარი მოსწავლეებს, სკოლის მოსწავლეებს, იმ 10,000 მოსწავლეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა. თქვენ ახართ თაობა, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება. ბატონო ზაზა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებით და იმედია ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ეს კონკურსი ყოველწლიური გახდება. დიდი იმედი მაქვს ამის. მადლობა. Çuha garka